გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმისთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯო ვარ. დღეს ჩვენი წლის ბოლო გადაცემა და ჩვენი სტუმარია კარებს მედლაინ, ზოგადი და მინი ინვაზიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი დავით ელგანდაშვილი. მოგესალმებით ბატონო დავით, ძალიან გვეხარია რომ მეორეჯერ უკვე ხართ ჩვენთან. დიდი პატივია ჩემთვის ასე დამამთავრებელ ესე წლის შემაჯამებელ გადაცემას წარუძღვები და დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება დღესასწაულიდან აღლის ბუშტის გართულებები და მოდით ბატონო დავით დავიწყოთ საუბარი ზოგადად იმით თუ რის გამო ხდება დღესასწაულების პერიოდში აღლის ბუშტის შეტევების გართულება და გამწვავება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოკლე ექსკურსს გავატარებ რა წარმოადგენს ნაღვლის ბუშტი, სანაღვლე გზები და საჭიროების სისტემაში რა როლს ასრულებს, თვითონ ნახველს გამოიმუშავებს ღვიძლი ეს არის ყველაზე დიდი ჯირკვალი ადამიანის ორგანიზმში, ბევრს გონია რომ ნაღვლის ბუშტია, ნაღვლის წარმომქმნელი ორგანო და მე არის ხოლმე კითხვები, აი ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდგომ როგორ ვიქნები ნაღველი, სად გამოყოფს და ასე შემდეგ, ამიტომ ეს არ არის ნაღვლის ბუშტი უბრალოდ რეზერვუარია, რომელიც გამოიყენება ნაღვლის შესაგროვებლად. ნაღველი გროვდება ნაღვლის ბუშტში, კონცენტრირდება მასში არსებული ნივთიერება, იქ პიგმენტები და აქტიური ნივთიერება, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და ეს ნაღველი ჩაედინება უკვე 12 ნაწლავში, ანუ კუჭიდან გამომავალი პირველი ულუფა საჭმლის ახდენს პროვოცირებას, სიგნალი მიდის ჩვენ დაუნებურად ნერვული გზების საშუალებით იგრძნობს ორგანიზმი რომ ნაღველი უნდა იცალოს თუ ჭირდება მეტი ნაღველი ანუ ეს არის ის შემთხვევა როდესაც გვაქვს კუჭიდან გამოსული ცხიმიანი საჭმელი ტკბილი ანუ შაქრის მაღალი კონცენტრაციის მქონე ასევე უჯერი ესეთი ცხიმები რომელიც მეტ ნაღველს საჭიროებს რომ მოხდეს პანკრეასის კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების აქტივაცია, უნდა მოხდეს ამავე დროს კუჭის წვენის მჟავე გარემოს განეიტრალება და აი ეს ყველაფერი იწყება უკვე 12 ნაწლავიდან და გრძელდება მთელი წვრილი ნაწლავის ფართობზე. გასწრული და მე უკვე ხვრილი ნაწლავში ხდება გადამუშავებული საკვები ნივთიერებების შეწოვა და მოუნელებელი საჭმელი უკვე გამოდის გარეთ. რაც შეეხება ახალი წლების და დღესასწაულების რომელიც ქართულ ესე იგი ჩვენს ატაცესებს, ჩვენს წესჩვეულებებს ჩამოყალიბებულია რომ აი უნდა მივირთვათ ცხიმოვანი საჭმელი ანუ ის ღორის ქონის შემცველი იქ არის ხალადეცი, ქართულად ხალადეცი იქნება ლაბა, რომელიც ისე თვითონ ცხიმოვანი ძალიან გაჯერებულია, ასევე არის შეკაზმული ისეთი მწარე და ცხარე სანელებლებით, მით უმეტეს აი ნიგოზი ემატება სუფრას, რომელიც უხვად არის წარმოდგენილი იქ ბადრიჯანი, იქ საცივი, გადამუშავებული მოხარშული, ანუ ეს ყველაფერი კომპონენტი ძალიან მე ის არის მნიშვნელოვანი, რომ არ უნდა მოხდეს შერევა. რომ იყოს ერთი სახის საკვები, კიდევ ორგანიზმი მოერევა, მაგრამ როდესაც ხდება კომბინირებულად, იქ ხილი, იქ გაზიანი სასმელი მიღებულია რომ შამპანი როით უნდა შევხვდეთ ახალ წელს მე ეს გაზიანი ალკოჰოლი მალევე შეიწოვება ამას დაუმატებთ მე იქ ნამცხრები ტკბილეული ჩურჩხელა ყველაფერი ეს ძალიან დატკბილ დოზას ახდენს ორგანიზმს იტვირთება პირველ რიგში ღვიძლი პანკრეასი და კუჭი კუჭის ლორწოვანი უნდა იყოს მჟავე გარემო რომ მოხდეს ჩამკეტი სფინქტერების აქტივაცია მაგრამ განეიტრალება ხდება სასმელით, გაზიანი საკვებით, ტკბილეულით და კუჭის წვენი კარგავს იმ ჟავიანობას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ჩამკეტის სფინქტერების, ამ საყლაპავთან და 12 ნაწლავთან. ამიტომ იწყება ამ სფინქტერების პირღიაობა, ნაღველი უკუდინებით შედის კუჭში, იქვე კუჭი იწყებს განეიტრალებას, გვაქვს ეს გაზების დაგროვება კუჭი, ბოყინი, გულძმარვა და ეს ყველაფერი პაციენტს ადამიანს აყენებს ძალიან დისკომფორტს.
ასევე ეს მოუნელებელი საკვები გადადის ნაწლავში, ნაწლავის ფერმენტებს უკვე აღარ ძალუძს ასეთი მოუნელებელი საჭმლის მონელება, გროვდება უკვე ისეთი გაზები, რომელიც ორგანიზმისთვის ძალიან ისეთი შეუთავსებელია, გოგირდ წყალბადი, მეთანი და ხდება ამ გაზებისგან ნაწლავის გადაბერვა. შემოგრეხა ტკივილი, ჭვალი და ხშირად არის მომართვიანობა პაციენტების ამ პერიოდში, როდესაც იწყება. ხა ეს ჩვენ გშველის რომ მაინც მარხვაზია დიდი უმრავლესობა მორწმუნე მოსახლეობის 7-მდე არღებულობს, მაგრამ მე ემატება ახალი ტალღა 7-ის მერე, რომელიც ერთბაშად იწყებენ ესეთი ამდენი ხანი შენახულია ეს ორგანიზმი და თქვათ ცხოველურ საკვებს მიუჩვეველი მეორე ახალი წელიც გვაქვს ამიტომ ორ ტალღად ხდება ხოლმე მომართვიანობა და ქრონიკული დაავადებები რომლებიც ასე თქვათ მიჩუმებულია და მიწრალებულია მე იჩენს ხოლმე თავს ამ პერიოდში ამას ემატება ასევე ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობა მიღებულია რომ ალკოჰოლის ერთეული ანუ უნებელი ალკოჰოლური რაოდენობა, ანუ ის 15 ერთეული ალკოჰოლი, რომელიც რომ გადავიან გარიშოთ, არის 150-200 მგ ღვინო, წითელი თუთეხი არსებით მნიშვნელობა არ აქვს, 50 გრამი კონიაკი, არაყი და ვისკი. მაგრამ ჩვენ მაგას 10 მაგად და 20 მაგად ვაჭარბებთ. მით უმეტეს ეს საკვები, ეს დამატებული ალკოჰოლიც ხდება დროებით განაიტრალება ადამიანი მეორე დღეს დაბახუსებს კიდე აგრძელებს იგივეს მე ამატებს გაზიანსასმეს ლუდს და ასე რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვაგდებთ ჩვენს ორგანიზმს. დიახ, ბატონო დავით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქართველების სუფრა განსაკუთრებით მდიდარია ძიმე და ცხიმიანი საკვებით და თუ ადამიანს უკვე აქვს ნაღლის ბუშტის კენჭები, აი ამ დროს აი ამ ასეთ საკვების მიღებამ რა პრობლემები შეიძლება გააჩინოს? ძირითადად მაინც უმრავლესობამ არ იცის, რომ აქვს კენჭები, აბრალებს კუჭს, აბრალებს ნაწლავებს და რაღაც მედიკამენტური საშუალებებით სპაზმოლიტიკებით, გამაყუჩებლებით გადიან იოლად, იმიტომ რომ ეშინიათ ექიმთან მისვლა, რომ ნეტარ ამჭირს და არ უნდათ დიაგნოზისში დარწმუნება, ამიტომ ამ დროს ხდება ქვების, ანუ კენჭოვანი დაავადებების გამწვავება. ანუ ბუშტის შეკუმშვა აქტიურად, რომ დაგველი დაცალოს და გადააწოდოს თორმეუჯი ნაწლავს და ეს კენჭები განეცდია მიგრაციას და რომლითაც არ ქონია მანამდე პაციენტს გამწვავება, ხდება ხოლმე ამ პერიოდში ასევე ემატება ტემპერატურის ცვლილება სიცივეში და გარეთ ყოფნის დროს უფრო წვავდება ქრონიკული დაავადებები და აი ყველაფერი ეს პაციენტს უტყავს ჩვენს ამიტომ მომართვიანობა მატულობს. ასევე წვავდება ნაწლავური დაავადებებიც, კუჭის ნაწლავთა პრობლემებიც, წყლულები, ეროზიები თავს იჩენს და ხდება არც თუ იშვიათად სიზმრები, ანუ ეს წყლული განიცდის სიძაფს აზიანებს და ხდება შინაგანი სიზმრები, რომელიც თუ არ იცის პაციენტმა ნიშნები, შეიძლება შორს წავიდეს და მე სანამ გონებასა დაკარგავს, ვერ მიხვდეს რაჭირს. აი განსაკუთრებით რომელი სიმპტომებით უნდა მიხვდეთ, რომ აი აუცილებლად უნდა ვესტუმროთ ექიმს და აი ამ დღესასწაულების პერიოდში შეიძლება თუ არა გადავდოთ ვიზიტი ექიმთან. ტკივილი ძირითადად ეს არის ძირითადი ნიშანი, რაც გვაძლევს ნიშანს. ნუ საერთოდ დაცვავი მექანიზმია ტკივილის არსებობა, მიუთითებს ორგანო ამა თუ იმ ადგილში სად გვაქვს პრობლემა და ეს არის მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ნეკნები რომ თავდება აი დაახლოებით წარმოიდგინოს არასამედიცინო განათლების მქონე პაციენტებს მოსახლეობამ, რომელსაც აქვს მრავალი გადაცემითი წერტილი, უკანა ბედში, მარცხნივ, ასევე ეპიგასტრიუმში, მკერდის უკან ბევრი მაინც ცდილობს რომ ჩათვალოს რომ ხომ არ არის გულის პრობლემა და მიაკითხავს კარდიოლოგს, სასწრაფო დახმარებას იძახებს და ძირითადად მაინც კარდიოლოგი კუთხით რომ ეშინია გულის ინფარქტი არ იყოს. არ არის ხომ იშვიათი, მაგრამ ნუ მაინც ხანდახან მაინც პრიორიტეტი უფრო გულს ენიჭება. ასევე აქვს გულისრევის შეგრძნება, არანაკლებ ხდება კომბინირებული საკვებია, გულის გაღიზიანება და პირღებინებაც ახლავს ხოლმე. თან დროებითი ეფექტი შეიძლება კონდეს დაცლას მექანიკურად გულის, მაგრამ შეიძლება მეორე დღეს ან რამდენიმე საათში კვლავ გამეორდეს იგივე შეტევა. ნუ სიცხიანობა მეტნაკლებად არ ახასიათებს, ოდესაც უკვე გამწვავდება და უკვე ანთებითი პროცესი წავა, მაშინ არის უკვე ცხელება გამოხატული, მაგრამ ძირითადად მაინც ტკივილი, მარჯვენა ფერდქვეშ არეში სიმძიმის შეგრძნება, მუცლის შებერილობა
და აი ესეთი დისკომფორტი ეპიგასტრიუმსა და მარჯვენა ფეთქვის შარაში. დროებითი ეფექტი შეცდომით იდებენ თბილ სათბურებს და აი ცხელ საფენებს და დროებით აძლევს ის სპაზმის მოხსნას იწვევს, მაგრამ სინამდვილეში ეს აძლიერებს ანთებით პროცესს. ამიტომ მაგ დროს პირიქით მოწოდებულია ცივი კომპრესები, ყინულის ესეთი საფენები, რომ მოხდეს ანთების ჩაცხრობა. სპაზმის მომხსნელი საშუალებები მაგალითად ნოშპა, ან სპაზმოლონი ან მსგავსი და სითხეები დატვირთ ორგანიზმის, რომ ეს მოხდეს განეიტრალება ტოქსინების. თქვენ როგორც თქვით ბატონო დავით, არ უნდა მივიღოთ მძიმე საკვები, ცხიმიანი, ასე უნდა მოვირიდოთ ალკოჰოლს და როგორ უნდა შეარჩიონ სადღესასწაულო მენიუ ისეთმა ადამიანებმა, რომელსაც უკვე აწუხებთ ეს ნაღლის ბუშტის ქრონიკული პრობლემები. მით უმეტეს ყველა დღესასწაული დღის მეორე ნახევარში იწყება. თითქმის ღამით ვიწყებთ ჩვენ ტრაპეზს და ფაქტიურად გათენებამდე ეს უძილობაც ემატება ყოველივე ამას. ამიტომ ხა ისეთი არ გამოვა რომ სულ მოხარშულზე და ალკოჰოლოდ გაიტანო, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს პაციენტი, ვინც იცის რომ აქვს ამა თუ იმ და ორგანოს დაზიანება, მით უმეტეს აი ღამე უნდა მოერიდოს ალკოჰოლის მიღებას და კვებით ესეთი მაგნეზიუმ საჭმლის მიღებას, იმიტომ რომ ორგანიზმი ძილისკენ მიდის ფიზიოლოგიურად ძილის და ამიტომ მას აქვს აი ეს მომენტი რომ მონელებაში ეშლება ხელი. ძირითადად მაინც დღის პირველ ნახევარში თუ რაღაც აუცილებლობა არ არის და ძალიან უნდა მაინც 6-8 საათამდე მაქსიმუმ. იმიტომ რომ მოწოდებულია რომ 3 საათი მაინც უნდა იყოს ბოლოჭამა ძილამდე, რომ ორგანიზმმა მოასწროს მისი გადამუშავება და არ უნდა იყოს ეხა პირველში და 2-ში იანვარს გვიწევს მაინც ღამე 12 საათის მერე იწყება და დღესასწაულები და ამიტომ ძნელია მაინც თავშეკავება. ძირითადად უნდა მოვერიდოთ ღორის ხორცს, ცხვრის ხორცს, აი ცხიმს, გაცხელებულ ტაფაზე შემწვარ პროდუქტებს, მაინც და მაინც თუ შემწვარი უნდა იყოს გრილზე, ქათამი, ინდაურის ხორცი სასარგებლო, ოღონდ არა საცივში და ბაჟეში, იმიტომ რომ ის ნიგვზიანი თუმეტეს ან ზომიერა ძალიან მინიმალური დოზით უბრალოდ გასინჯვის და გემოს აგების მიზნით, თორე ჩვენ გვიყვარს ახლა დიდი ულუფებით მირთმევა და ამიტომ ამატება იქ კიდევ სხვა საკვები ტკბილეულიც და ამიტომ შევცადოთ რომ არ მოხდეთ, იმიტომ რომ ვიცით რომ რაც მოყვება ამას და მე უკვე გამოსავალი შეიძლება ოპერაციულ კუნდალობამდეც მივიდეს გადაუდებელი და ამ დროს ყველა საავადმყოფო გადატვირთულია, წამყვანი ქირურგები უმრავლესობა ამშვენებლებაში ან საზღვარგარეთ არის, თუმცა ეს პერიოდი მაინც დასვენების პერიოდებია და ხდებიან ესე ვთქვათ მაინც უფრო მორიგე პერსონალის იმედზე და ზოგჯერ არის ხომ ისეთი კვალიფიციური დახმარება, როგორც შეიძლება იყოს არასამუშაო, არა სადასასწავლო დღეებში. და საბოლოოდ ბატონო დავით პრევენციაზე და ასე ვთქვათ, პრევენციაზე რომ ვისაუბროთ და ჩვენ მსმენელს რომ იცით რჩევები, როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს ნაღლის ბუშტის პრობლემების გარეშე. ჩვენც ვაფრთხილებთ ხოლმე ხა რომ არის მომართვიანობა დაახლოებით ნოემბრის თვიდან, ოქტომბრის თვიდან ვაფრთხილებთ რომ არ მივიყვანთ ასეთ მდგომარეობას ახალ წლამდე, ახალ წელს ესეთი ბუშტი ვერ გადაიტანს, ვერ გაძლებთ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ პაციენტს შეგაუწიოთ დახმარება ახალ წლების პერიოდამდე, იმიტომ რომ რაც არ უნდა თავი შეიკავოს, იცოდეს, მაინც იქ ოჯახი, ტრადიცია, სტუმრიანობა ქართული მით უმეტეს მამაკაცებში ეს პრობლემაა ხოლმე რომ როგორ ვიქნები ოპერაციის მერე თუ შევძლებ იგივე ცხოვრების ესით, ამიტომ პრევენცია მაინც არის რომ მოვიცილოთ თუ ეხოსკოპია ყველაზე მარტივი მეთოდია რომელიც ადგენს ნაღლის ბუშტის ანთებას, ნაღლის ბუშტის კენჭოვან დაავადებებს, გასტროსკოპია კუჭ-ნაწლავის ყველაზე ესეთი მისაღები მეთოდია იყო ადრე რომ ეს ვერ შევძლებ, მტკივნეულია, დისკომფორტი დღესდღეობით სავსებით მინიმალური ტრამვას იძლევა თვითონ ისის დაიხვეწა აპარატურაც და ასევე არის ინტრავენული სედაციით, ანუ დაძინებით, რომელიც სულ 5 წუთი გრძელდება პროცედურა და აი ყველა მაღაზე თავი შეკავება და არ ცოდნა რა გჭირს, ცოტა ისეთი, იმიტომ რომ პრევენცია და ადრე აღმოჩენილი დაავადების საწყისები უფრო წარმოადგენს დაავადების კუნალობაში წამყვან საშუალებას.
ეკოსკოპიურად გინდება ნავლის ბუშტის მდგომარეობა რა ხდება, ნალექი გვაქვს, ანთებითი პროცესია, მწვავე პროცესია თუ ქრონიკული, კენჭების ზომას ადგენთ, დიდი ზომის ქვა ერთი უფრო ნაკლებ საშიშია ართულების მხრივ ვიდრე წვრილი და ბევრი, იმიტომ რომ ის გადავარდნის საშიშროება და შემდგომი გართულება როგორც არის მექანიკური სიკუთე და საერთო სადინრის დახშობა, ეს დამატებით კიდევ არის ხოლმე დამატებით რისკი ესეთი შესასწავლების დროს, იმიტომ რომ ნავლის ბუშტის შექმნა ხდება და კენჭი შეიძლება დაიძრას, ამიტომ მოუწოდებ მოსახლეობას რომ ახალწამდე ხა დავშა კიდე 3 კვირა, ამიტომ მომართვიანობა იზრდება ყოველთვის და მოიცინონ, იმიტომ რომ რეაბილიტაცია ძალიან მალე თუ დროულად მიმართავთ დაახლოებით 1 დღე 24 საათში პაციენტი ეწერება ბინაზე, თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ლაპარასკოპიული მეთოდით კეთდება ეს ოპერაცია, აღარ არის ადრე მიღებული გაჭრითი ოპერაციები, რომლებიც რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 1 თვეს მაინც მოითხოვდა, 2 კვირაში ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმალური ცხოვრების რიტმს, ფიზიკურ აქტივობას, საკვებსაც ყველაფერს ღებულობს, ამიტომ არანაირი აუცილებლობა არ არის, რომ 20-30 წელი და მეტიც ვატაროთ ეს კენჭები. ასევე გაიზარდა სტატისტიკით დიდი ქვებით და დიდი ხანი არსებობის გამო ნავლის ბუშტის ქსოვილოვანი გადაგვარების შემთხვევებიც ხშირად ხდება დიდი ქვების დროს. ამბობენ, რომ დიდი ქვა მაქვს, არ მაწუხებს იყოს საკამწოდება მე გავიკეთებ. არ არის ცდარი მიდგომა, იმიტომ რომ ბევრი შეხვედრია ბოლო თვეების განმავლობაში გადაგვარებულად ათვისებიან სიმსივნე, ადრენკვანცინომა, რომელიც იძლევა მეტასტაზირებას ღვიძლში და ძალიან ცუდი პროგნოზი აქვს 3-დან 6 თვემდე არაფერი აღარ შველის ხო. ამიტომ ეგეთი სამწუხარო რეალობაა სტატისტიკა. დიაგნოსტირება გაიზარდა, სკრინინგი აუცილებელია პოლიკლინიკებშიც უკვე კარგად ხედავენ, რაიონებში ძალიან გავრცელებულია ეს დიაგნოსტიკური საშუალებები, ამიტომ მუდმივ არც დასხივებას წარმოადგენს, არც ისეთი თანხა ჯდება, რომ ვერ შეძლოს და სახელმწიფო დაზღვევითაც ძალიან კარგად ფინანსდება ლაპარასკოპიული ოპერაციები და ამიტომ მოუწოდეთ მოსახლეობას თუ გასაკეთებელი ახალწლამდე გავიკეთოთ, თუ არ არის და გავკონტროლოთ თვეში 6 თვეში ერთხელ მაინც, წელიწადში ერთხელ მაინც ეკოლოგიურად. დიდი მადლობა ბატონო დავით თქვენ მობრძანებისთვის და იმედია ჩვენ მსმენელიც გაითვალისწინებს თქვენს რჩევებს და რეკომენდაციებს. დიდი მადლობა. დაახლოებით იცით ჩემი კოორდინატები, ტელეფონის ნომერიც კომენტარებში დაფიქსირდება და დამირეკეთ, დამიკავშირდით. ჩვენთვის ახლა ექიმებისთვის შაბათი კვირა დასვენების დღეები არ არსებობს, ამიტომ არ მოგერიდოთ და დათვარ გემსახურეთ. დიდი მადლობა. ნახვამდის. ამით ჩვენი ბერნიან ახალ წელს გისურვებთ, გავას დაესწარით და დიდი მადლობა. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შევხვდებით შემდეგ წელს ისევ აქტუალურ თემებზე საუბრით ჩვენს პროფესორ ექიმებთან ერთად. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.